რუბრიკაში მე ამბე აფხაზეთზე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აფხაზეთში გატარებულ წლებს იხსენებს. ძალიან ბევრი ყავს აფხაზი მეგობარი და ყრმობის გარკვეული დრო გატარებული მაქვს აფხაზეთში ძალიან დიდი დრო ეს იყო რაღაც პერიოდი როდესაც ვისვენებდით მე ისიც მინდა გითხრათ რომ სოხუმში თარხნიშვილის ქუჩაზე ბაბუამ სახლი ააშენა და ძალიან უყვარდა ეს ქალაქი და გადაწყვეტილი ჰქონდა რომ სიბერე იქ გაეტარებინა მაგრამ ბაბუა ცოტა ადრე გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე ეს სახლი აჩუქა ნათესავებს. საშენებული სახლი, რომელიც აშენებაში მამაც მონაწილეობას ღებულობდა, ჩემი პატარა იყო, მიყვებოდა ხშირად. ბიძებიც ჩემი, ასე რომ სოხუმთან ძალიან ახლო ურთიერთობა და ახლო დამოკიდებულება მაქვს. ძალიან ბევრი ნათესავი მყავს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სოხუმში და ერთი წელი კიდეც იყო მაშინ გორკის სახელობის უნივერსიტეტი ზღვისპირა პარკში სოხუმის, რომელშიც ერთი წლის განმავლობაში მე ვსწავლობდი. მაშინ იყო ისტორია იურიდიული ფაკულტეტი იყო ესეთი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სხვათა შორის ვსწავლობდი აფხაზური სექტორი იყო. ორნი ვიყავით, ქართველი. ხო, დარჩენი იყვნენ სულ აფხაზები, ახლაც მახსოვს ახლა მაგათი გვარები მეგობრები მყავს, ქეძბა, არშბა, ცარგუში იყო, კამკია, ზვედელავა, რავი, ძალიან ბევრი. რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, აი ბოლომდე რამონელჯერ მომიწია მე ჩასვლა და აი პერიოდი, როდესაც ჩვენ უკვე აღარ ვსწავლობდით ერთად, თქვათ მე შემდგომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. ამ პერიოდის მერეც ერთმანეთს სტუმრობდით სოხუმშიც, ბათუმშიც ჩამოდიოდნენ ძალიან ხშირად. იმ ერთი წლის განმავლობაში არ დამავიწყდება ის ოჯახი, რომელიც რა ვიცი, აი ჩემს ოჯახად ვლიდი, მე და ბებია ვიყავით სოხუმში, რომელიც მივლიდა და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არჟბების ოჯახი იყო, სხვათა შორის. მაშინ გაზეთი გამოდიოდა სოხუმში, სამენოვანი გაზეთი იყო, სავეტსკაია აფხაზია იყო, რუსულ ენაზე, აფხაზურ ენაზე იყო და იყო ქართულ ენაზე და რუსული გამოცემის თუ არ ვცდები სავეტსკაია აფხაზიას რედაქტორი იყო ესეთი არაჩვეულებრივი კაცი იყო ტარიელ არჟბა. ვისთანაც ცხოვრობდით სახლში, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ეს კელასურში იყო. სოხუმი ვიცი ალბათ როგორც საკუთარი ქალაქი, საკუთარი სახლი, საკუთარი უბანი ისე. იმ ერთი წლის განმავლობაში მიუხედავად ამისა, რომ ძალიან ხშირად დავდიოდით, დღე არ გავიდოდა ალბათ ქორწილი იყო თუ წუხრის დღეები იყო, გუდაუთა იყო, სხვა ქალაქები იყო, რაიონი იყო, ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა და რომ ზეთქვა ვინმეს იმ დროისათვის, რომ ესეთი პერსპექტივა ჩვენ გველოდა თქვა გარკვეული დროის დადგომის შემდეგ ეს იყო წარმოუდგენელი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ქეძბა ყავდა თანაკურსელი, თან პარალელურად იყო აფხაზეთის მაშინდელ მინისტრთა საბჭოში ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა და ამის გადაღებული სურათების ბეჭდით დამოწმებული ქონდა რაღაც პროფესიონალი. ძალიან ბევრი შერეული ოჯახები იყო. ცარგუში ყავდა კურსელი, დედა ქართველი ყავდა, მამა აფხაზი ყავდა. ძალიან ბევრი იყო ესეთი ოჯახები. პედაგოგები არაჩვეულებრივი, ხაჟბა იყო, რომელიც უშუალოდ სამართალს გვასწავლიდა. ძალიან კარგი მოგონებები და ძალიან კარგი ურთიერთობები, რომელიც დარჩება ყოველ შემს მეხსიერებას. ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა სხვებმა დაძაბეს. ეს არის მოყოლებული საბჭოთა პერიოდიდან, როდესაც ყოველთვის რაღაც აი ნაღმის სახის რაღაცა იდებოდა, რაც საომავლოდ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ კუთხეში მომხდარიყო ანალოგიური და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, ეს საქართველოში არ მოხდა მარტო. საუბედუროდ და სავალალოდ ჩვენთვის ყველასთვის მე ვგულისხმობ ქართველებსაც და აფხაზებსაც უნიათო არაპასუხისმგებლობით სავსე ადამიანები აღყვნენ ამას ყველაფერს და 2, 3 ან 4 თქვათ მართველის ან სახელმწიფო მოხელის არასწორ ნააზრევს და არასწორ ნაბიჯს მოყვა ამ ხოლმე ტრაგედია.
ჩვენ ისტორიულად ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას ლიტონად, რომ დები და ძმები ვართ. მე მეგობარს ჩემსას აფხაზი ვინც ყავს, თვლი მას შეიძლება არ იყოს შენი სისხლით და ღვიძლი ნათესავი ან ძმა, მაგრამ ეს ურთიერთობა ჩვენთან მოდის ბაბუებით, დიდი ბაბუებით, დიდი ბებიებით, ჩვენი მშობლებით, ჩვენ მეგობრობთ, ჩვენი შვილები მეგობრობენ. ასე რომ დარწმუნებული ვარ ამაში. ამას დრო ჭირდება უბრალოდ, უფრო მოიფეროთ უნდა ერთმანეთს და მაჩვენოთ ყველაფერი ის კარგი, რაც გვაქვს ჩვენ და რაც არ დაგვიკარგავს. ეს ურთიერთობა ყოველთვის იყო, არის და იმედია აღდგება უფრო მეტი თქვა თავისი ხარისხით და მაჩვენებლით უფრო მეტი იქნება და საბოლოო ჯამში ქართველებს და აფხაზებს როგორც ცხოვრობთ ერთად, მაგრამ უკვე მთლიანად მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთად ვიცხოვრებთ და ვიცხოვრებთ ბედნიერად და ვიცხოვრებთ კარგად სხვების ჯინას.